და TBC-ის მორიგი აღიარებით ვაგრძელებთ გადაცემას. TBC-მ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან ლონდონში გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე ორი პრესტიჟული ჯილდო მიიღო ბანკი საქართველოში ვაჭრობის ხელშეწყობის კუთხით. ყველაზე აქტიურ ფინანსურ ინსტიტუტად დასახელდა და ამასთან ერთად გლობალური ჯილდო მიიღო წლის საუკეთესო მწვანე სავაჭრო გარიგებისთვის, რაც ბანკის მნიშვნელოვან წვლილს უსვამს ხაზს გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში. აღნიშნული აღიარებები კიდევ ერთხელ ადასტურებს TBC-ის ლიდერულ პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, რომლის საბაზრო წილიც 48%-ს აღემატება, ხოლო მთლიანი პორტფელი კი 2 მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს. აქ და ახლა ამ მიღწევებზე, გეგმებზე და ზოგადად სექტორის განვითარებაზე ვისაუბრებთ უკვე ჩვენს მორიგ სტუმრებთან ერთად. თამარ ხიზანიშვილი, TBC-ის ვაჭრობის დაფინანსებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი და მაკა ბოჭორიშვილი, TBC-ის ESG მიმართულების ხელმძღვანელი შემოგვიერთდნენ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მადლობა მოგზაურობისთვის. როგორ გრძნობთ თავს? კარგად, მადლობთ. ძალიან კარგი. მომავალში თამართან ძალიან ბევრი და იმედი მაქვს საინტერესო სასაუბრო, მათ შორის ფაქტორინგზეც მექნება, იქოქება კანონმდებლობა ამ კუთხით და თუ კი ვინმე ამ სფეროში პროფესიონალი, ის ჩვენთან ერთად არის აქ და ახლა ამ სტუდიაში. თავი აქ ჯეროდეს, ხო იცი და ყველა კანონი წამოგვეწევა ადრე თუ გვიან. ნინი, კითხვა ხო არ წაგართვი რაიმე? არა, მე კითხვა არ წაგერთვება, ეხლა დავიწყოთ და დავიწყოთ ყურადღებით. EBRD-ის პირველი ჯილდოა. სწორად ანუ არა, EBRD-მ შაშანას გრადი განვითარების შაშანაც მივიღეთ ვაჭრობის ჯილდო, კი. საუკეთესო გარემოს დაცვითი და სოციალური პრაქტიკების გამო. არასწორად მოვიპოვეთ რაღაცა ინფორმაცია და შეგვისწორე. როგორ მიდის ზოგადად ამ ყოველფრის დამკვიდრება ESG სტრატეგიის? პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეხლა უფრო მნიშვნელოვანია ამ ყველაფერზე მუშაობა, იმიტომ რომ ეს არის გრძელვადიანი, მდგრადი ხედვა ბიზნესის განვითარების, ეკონომიკის განვითარების, მომხმარებლების, თანამშრომლების, საერთოდ საზოგადოების და ზუსტად მაშინ, როდესაც შეიძლება უფრო რთული ამ საკითხებზე საუბარი ან მის განხორციელება, სხვადასხვა მსოფლიო მოვლენების შედეგადაც კიდევ უფრო ცალსახა ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობა და პირიქით ჩვენ უფრო მოტივირებულები. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ დონეზე იყო გადახედვები პრიორიტეტების, უფრო დავარქვენ მცდელობებს გადახედვების, იმიტომ რომ იცვლება ეს პრიორიტეტებში, ის მაინც დარჩენილია ცალსახად. რა თქმა უნდა, ჩვენ მყარად ვდგავართ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ეს არ არის მოკლევადიანი ხედვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არა როგორც ეთიკური მიმართულება, არამედ ეკონომიკის სიმყარისთვის, სხვადასხვა შოკების მიმართ გამძლეობისთვის და იმ რისკებისთვის, რომელიც ჩვენ მომავალში აუცილებლად დაგვიდგება და ეხლა ხანახან გვიდგება უკვე. და ჩვენ ხომ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული, განვითარებული საზოგადოება უნდა შევქმნათ და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თამარა, რა შეიძლება ვთქვათ თავად ჯილდოსთან დაკავშირებით, ის ერთის მხრივ მიღებულია, ნახე, რაოდენობაც, ხარისხი, ანუ ყველაფერია, თითქოს კრიტერიუმები ამაში გაერთიანებული. ანუ თქვენ თუ მოუყრით თავში, რაში მიიღო, რა დაფასდა ყველაზე მეტად და ცხადია ბანკისთვისაც ასნიშნავს აღნიშნული აღიარება და ჯილდო. ამით გავხსნათ. დიდი მადლობა ინტერესისთვის პირველ რიგში. როგორც ითქვა, ჩვენ ავიღეთ ორი ჯილდო. პირველი ჯილდო არის ვაჭრობის დაფინანსების ფარგლებში, ჩვენ ვართ ყველაზე აქტიური ბანკი საქართველოში. და ეს ჯილდო უკვე მერვე დავიღეთ. და ამას მოწმობს ჩვენი საბაზრის წილიც 48%, როგორც თქვით. შესაბამისად, საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით ჩვენ ვართ ლიდერი ბაზარზე და ლიდერულ პოზიციას ვინარჩუნებთ უკვე წლების განმავლობაში. ეს ჯილდო სწორედ განხორციელებული ოპერაციების რაოდენობის მიხედვით იქნა ჩვენთვის გადმოცემული. ეს არის რაოდენობა. დიახ, რა რაოდენობის ტრანზაქციები შევასრულეთ სწორედ EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. ხოლო მეორე ჯილდოს რაც შეეხება, მეორე ჯილდო არის მწვანე სავაჭრო გარიგება. ეს ხო პირველია. ეს უკვე პირველი ჯილდოა. მეთქი რაღაცა. არა, ნამდვილად. არა, სწორია. ეს არის პირველი ჯილდო და ყველაზე პრესტიჟული რატომ არის? რომ ეს ჯილდო არის EBRD-ის, სადაც EBRD მუშაობს, ყველა ქვეყანა მოიცვა ამ ჯილდომ, რომ ჩვენთვის გადმოეცათ. ანუ ყველა ქვეყანა დაამონიტორინგა ყველა ქვეყანა და ჩვენ გადმოგვეცა უკვე ეს ჯილდო, როგორც ამ ქვეყნების, მოკლედ ყველა ქვეყნის მონიტორინგის თუ შეფასების საფუძველზე. რომ ყველა ქვეყანას ჰქონდა რაღაცა ტრანზაქცია, რა თქმა უნდა და ჩვენ აგვარჩიეს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და თან კარგი რა არის, რომ EBRD არის მწვანე დაფინანსების ნაწილში ავანგარდში დიახ კი ბატონო და ჩვენ მოგვწეს უკვე ეს ჯილდო. პრიულსი რა არის კიდე ამ ტრანზაქციის რომ
ეს არის განახლებადი ენერგიის ტრანზაქცია, რომელიც დაახლოებით 20,000 სუბუქი ავტომობილის, ელექტროავტომობილის ერთი წლით დატვენვისთვის არის საკმარისი. ანუ აი ესეთი განახლებადი ენერგიის ტრანზაქცია გავაკეთეთ, რომელიც არის განსაკუთრებულად ესეთი განახლებადი ენერგიის ენერგოდამზოგავი და ეკოლოგიურად ძალიან ეკოლოგიისთვის ძალიან მისაღები პროდუქტი, დანადგარები, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ არ დავაზიანოთ გარემო. ანუ გამოვიდა, რომ TBC ამ ჯილდოს უკან დგომი გარემოება არის ის, რომ დააფინანსა, დააპარტნიორა თავისი ბენეფიციარები 20,000 ელექტროავტომობილის მუხტის ოდენობის მოცულობიდან გამომდინარე. ამასობაში EBRD ითვლის ყველა ქვეყანა, სადაც კი არის. მეგონი პლანეტაზე არ არის ქვეყანა, სადაც ისინი არ იყვნენ შესულები. ძალიან ბევრ ქვეყანაშია. ძალიან ბევრ ქვეყანაშია. ეხლა შეიძლება 180-ში არ იყვნენ, მაგრამ მინიმუმ 9-ვარში არიან, ყველაზე ცოტა. და ამ ყველაში არჩევს TBC-ს. დიახ. ეს არის უმირება ამ ყველაფრის. დიახ. მაინც სწორად თქვი ყველაფერი. პირველია მწვანე ვაჭრობასთან დაკავშირებით. მწვანე ვაჭრობასთან კი. კი. თორე თქვენ ყოველ წელს ყველაფრის იღებთ, ეგ ვიცი. თავიდან ბოლომდე და არც ჩერდებით. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი დეტალი, რაც ეხება ESG-ს ESG სტრატეგიას TBC-ში. და იცი რას კიდე ნინი სასესხო პორტფელის დას. მე არ დავსწრებილ ვარ ერთხელ ან ორჯერ მაგას პრეზენტაციებს და ეს არ არის ფორმალური თემები ბანკისთვის. იქ იზრდება დაფინანსება და არის ძალიან ბევრი უპირატესობა, რასაც ბიზნესები იღებენ თუ ამ დაფინანსებით მიმართავენ და შესაბამისად იყენებენ ყველა ამ დეტალს. მაინტერესებს ამ კუთხით როგორია ზრდა და რამდენად მდგრადია საერთოდ ეს განვითარება, საერთო მოცულობები და არ დაგვინდო ციფრებით და მიღწევები. ზოგადად ბანკში პორტფელის დას თვითონ თემდე ვუყურებთ ხოლმე და შეიძლება ისეთ შეგრძნება არ გვაქვს, რომ ძალიან იზრდება, მაგრამ დღეს დილით გავიაზრე, რომ 2022 წლიდან 3 ჯერ არის გაზრდილი მდგრადი პორტფელი. დაახლოებით 630 მილიონი იყო და ეხლა 1,730 მილიარდია უკვე. დიახ. ტოტალში. დიახ, ან 3 ჯერ გაიზარდა პრაქტიკულად და აქედან მწვანე დაახლოებით 1 მილიარდი ლარია. ანუ სხვადასხვა მიმართულებით, ანუ ჩვენს მწვანე პორტფელში შედის როგორც ეროვნული ბანკის ტაქსონომიის მიხედვით დაკლასიფიცირებული შესახები, ასევე რა თქმა უნდა უდიდესი მოცულობა არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ფონდებით დაფინანსებული შესახები, რომელსაც ასევე მოყვება სხვადასხვა ბენეფიტი, როგორც თქვით. ეს მხარე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს ჩვენ და ესე მარტივად არ ხდება მოკეთ ამ თანხების მოზიდვა თავისი ბენეფიტებით, იმიტომ რომ ისინი დარწმუნებული არიან იმაში, რომ ჩვენ ამ შესახებს გავცემთ, სწრაფად გავზდით, მომხმარებლებს, კლიენტებს შესაბამის ბენეფიტს გადავცემთ. ეს ბენეფიტის გადაცემა არ არის მხოლოდ ფინანსური ბენეფიტი, იმიტომ რომ მწვანე დაფინანსება ასევე გულისხმობს ცოდნის შექმნას. იმიტომ რომ ესეთი მარტივი არ არის მწვანე ტექნოლოგიების დანერგვა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ დამატებით ESG აკადემიის ფარგლებში სხვადასხვა ტრენინგებს ვთავაზობთ, სადაც შეუძლია გაიგოს ბიზნესის წარმომადგენლებმა თუ რა მიმართულებით შეუძლია დაინტერესდეს და რა შეიძლება გააკეთოს თავისი ბიზნესისთვის. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ მწვანე დაფინანსება არ არის მხოლოდ მწვანე ბიზნესებისთვის. მწვანე დაფინანსება არის ყველასთვის აბსოლუტურად და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც შეიძლება არასდროს არ გაუკეთებიათ არაფერი მწვანე. პირიქით, ესეთი საქმიანობებისთვის ბევრად უფრო სარგებლიანი იქნება, თუნდაც მაგალითად ენერგოეფექტურობის მიმართულებით სხვადასხვა ტექნოლოგიების დანერგვა. ESG აკადემიის მიმართულებით როგორ მიდის საქმეები და ტრენინგების კუთხით რამდენად დიდი აქტივობა არის? და კიდე რა სიახლეებს გეკმაოთ? კი, დიდი სიამოვნებით გაგაცნობთ. ზოგადად ცვლილება, ცნობიერების ცვლილება საზოგადოებაში არ არის მარტივი და ამას ყოველთვის სჭირდება ესეთი თანმიმდევრული მიდგომა და აუცილებლად უნდა გჯეროდეს, რომ ეს ცვლილება განხორციელდება. ზუსტად ამას ემსახურება ESG აკადემია. ჩვენ უკვე 500-ზე მეტი TBC-ელი დავატრენინგეთ ამ მიმართულებით, ეს ინტენსიური კურსი არის TBC-ლებისთვის და ასევე დავიწყეთ მომხმარებლებისთვის ამის შეთავაზება, წელს დავიწყეთ, რამდენიმე სესია გვქონდა და 50-ზე მეტი ბიზნესის და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო ერთდღიანი კურსია, სადაც დეტალურად ეცნობიან არა მხოლოდ ზოგად საკითხებს გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებას დაკავშირებით, არამედ კონკრეტულ პრაქტიკებსაც თვითონ ბიზნეს მიმართულებით. რაც შეეხება მომავლის გეგმას, რა თქმა უნდა, ეს არ გაჩერდება, ჩვენ კიდე სხვა
არაფინანსური სერვისების მიმართულებითაც ინიციატივებს გეგმავთ, დაფინანსება რაღაც არ ვამბობ, იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვა პროდუქტი არის, ასევე გვინდა მაგალითად რჩევის ნაწილში გავაკეთოთ მომავალ წელს. აი მაგალითად, როდესაც თუ თქვენ მოისურვებთ სოლარ პანელების ელექტროსადგურის გაკეთებას, შეიძლება სრული გქონდეთ, მაგრამ ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც თქვენ შეიძლება გაინტერესებდეთ. ასეთი სახით ჩვენ გვინდა, ჩვენს ასევე ერთ-ერთ პარტნიორთან ერთად გავაკეთოთ ასეთი სესია, ანუ მთელი სერია და სხვადასხვა მიმართულებით, რა თქმა უნდა, და დავაინტერესოთ ჩვენი მომხმარებლები, ეკონომიკის წარმომადგენლები, რომ ახალი ბიზნეს მოდელები შექმნან. იმ ფონზე, რომ ვაჭრობაში TBC-ის წილი თუ არ ვცდები 50-ს უახლოვდება 48%-ის ფარგლებშია და 2 მილიარდ ნახევარს ცდება ან ფარგლებში არის თამარ შემისწორებელი. 2.8. 3 მილიარდს უახლოვდება, ანუ 2 მილიარდ 800.000 ლარი არის საერთო დაკრედიტება. ერთია ჯილდოები და აღიარება სოფლიოს სამყარო ფინანსური ინსტიტუტებისგან. რას მიიღებენ საბოლოო ჯამში თქვენი კლიენტები, პარტნიორები ამ ყველაფრიდან გამომდინარე? ანუ ის თქვა მინდა ერთი მხრივ რას ნიშნავს ეს ჯილდო TBC-ისთვის, მაგრამ მე ეს უკვე როგორ კონვერტირდება კონკრეტულ ურთიერთობებში? ნუ ეს ჯილდო ძალიან დიდი აღიარებაა TBC-ისთვის და მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რა თქმა უნდა. რაც შეეხება კლიენტებს, საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით მუშაობა ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ბანკებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ აქტიურად მუშაობთ მათთან. პირველ რიგში რატომ? რომ მათ აქვთ შესაძლებლობა რომ დაფარონ მთელი მსოფლიო. შესაბამისად, ჩვენც მთელ მსოფლიოს ვფარავთ და შეგვიძლია ჩვენს მომხმარებლებს გავყვეთ ყველა ქვეყანაში, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის კუთხით. რადგან TBC არა მარტო ამ პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა აქვს, რომ კლიენტს მოემსახუროს როგორც გახსნას, თქვათ აკრედიტივი ან გარანტია, არამედ პირიქით მიიღოს და ასევე დაუდასტუროს და აიღოს რისკი, რომელსაც შესაბამისად გარანტირებას გაუკეთებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც არის 3A რეიტინგის და შესაბამისად რისკებიც არის ფაქტიურად 0-ის ტოლი. ამიტომ ჩვენი კლიენტებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე ფასის კუთხითაც ეს არის აუცილებლად ძალიან მისაღები და კონკურენტული ფასი და ამიტომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ჩვენი აქტიური თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი არა მარტო ბანკებისთვის, არამედ ჩვენი კლიენტებისთვის. პირველ რიგში ეკონომიკისთვის კლიენტები. რა თქმა უნდა, აი თუნდაც ფაქტორინგი ავიღოთ თავის დროზე EBRD-ის ძალიან დიდი ძალისხმევით დაინერგა ეს პროდუქტი და შესაბამისად ბანკებმაც მერე ავიტაცეთ და გავაგრძელეთ მუშაობა. ხო და ეხლა იმედია მიყვება კანონმდებლობა სრულად და ბოლომდე. იმედი გვაქვს ძალიან დიდი. წარმატებები თამარ. დიდი მადლობა. მაგა წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა. ხშირად გამოგვიარეთ და გავაფართოვოთ ის წრე, რომელიც მხოლოდ TBC-ის არჩეულებრივ საკონფერენციო დარბაზში არ შემოიფარგლება თქვენი მეცადინეობით ESG-ის მიმართულებით. აუცილებლად და მალე ამ საკონფერენციო დარბაზშიც დაგპატეშებთ. წარმატებებს გისურვებთ თქვენ. დიდი მადლობა. თამარ ხიზანიშვილი, ქალბატონებო და ბატონებო, TBC-ის ვაჭრობის და ფინანსების და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი და მაკა ბოჯორიშვილი, TBC-ის ESG მიმართულების ხელმძღვანელი.